გამარჯობა. თქვენი სახელი და გვარი? სოფა ხოციშვილი. შეგიძლიათ ანკეტა შეახსოვოთ? დიახ, შემიძლია, მაგრამ თუ ბრაილი გექნებათ, მეც შეძლებ თუ არა და მაშინ დედა დამეხმარება. ბრაილის დაფა მჭირდება მონაწილისთვის. გაგვეცანით თუ შეიძლება? მე ვარ სოფა ხოციშვილი 23 წლის თბილისიდან. ძალიან კარგი, თქვენ? დედა ვარ. ჩვენთან რატომ მოხვედით, რას აკეთებთ? მოკლედ, გადავწყვიტე რომ უნდა დავხატო. რითი ხატავ? ფუნჯით, ფანქრით, სარცით, რითი? არა, მე ვხატავ ხელით, იმიტომ რომ ანუ ფუნჯი ერთგვარი კავშირია ფურცესა და ხელს შორის და ჯობია რომ უშუალოდ ხელით შეეხო და ხელით შეიგოს. მაშინ ჩვენ წარმატებებს გისურვებთ, სოფო, დედიკო ჩვენთან დარჩება, ჩვენ გავიდეთ სცენაზე და დავიწყოთ ნომერი, არა? აბა, წამოდით, პრობლემ. ორი წამი დაგტოვებთ დედიკო, დაგიბრუნდებით ახლა. მოგესალმებით. გამარჯობა. გითხარით თქვენ შესახებ. წითელი უფრო მე რაღაცომაც გონია რომ იმედი სიყვარულის ფერია. მწვანე მაგალითად ჩემთვის სიმშვიდის მომტანია. მე თუ სხვას დავხატავდი და იქ ადამიანს აუცილებლად მწვანე ფერში დავხატავდი, იმიტომ რომ სხვა როგორც ყოველთვის ადამიანს ამშვიდებს და შესაბამისად ის ადამიანის რომელიც იქ იქნება მწვანეში უნდა იყოს. ზოგადად ხატვა იმიტომ დავიწყე რომ ჩემი ემოციების გადმოტანა მომინდა ფურცელზე. დავიბადე სრულიად ჯანმრთელი, არანაირი პრობლემა არ მქონდა თვალის. შემდგომ სანწრინახევრის რომ ვიყავი, დამემართა გრიპი და ამას დაერქვა თვალების ანთება. ბევრი ხალხია? ძალიან ბევრი ხალხია. ახლა მხოლოდ შუქს და ჩtildeებს ვხედავ. გოგოები არიან თუ ბიჭები? გოგოებიც არიან, ბიჭებიც არიან. ძალიან ლამაზი ფორმები ეცვიათ და დაცოცუნები დარბიან. საყვარლები იქნებიან. რა არის შენი ეცნება? მინდა შევძლო ჩემი საყვარელი ადამიანების სახეების დანახვა. არის შანსი იმის, რომ აღდგეს მხედველობა, ოპერაცია ან რამე ჩარევის შედეგად? ახლა 2 ოპერაცია გავიკეთე და კიდე 3 ან 4 მჭირდება რომ აღდგეს მხედველობა და დღეს აქ რა უნდა გააკეთო? დავხატო. და დახატო? ბრავო! ბრავო! დაიწყე. კარგი. Hello, darkness, my old friend. I've come to talk with you again. Cause a vision softly creeping. Left its seat ნობს ხელით. მართლა? and the vision that was planted in my brain still remains within the sound of silence. In restless dreams I walked alone, narrow streets of cobblestone, neath the halo of a street lamp. I turn my collar to the golden lamp. When my eyes were stabbed by the flash of a neon light, split the night.
and touch the sound of silence. And in the naked light I saw 10,000 people, maybe more. People talking without speaking, people hearing without listening, people writing songs their voices never shared, and no one dared to stir the sound of silence. Fool said I, you do not know. Silence like a cancer grows. Hear my words that I might teach you. Take my arms that I might reach you. But my words like silent. როგორი ორიენტაცია ხარა ხელის? And echoed in the wells of silence. And the people bowed and prayed to the neon god they made. And the sign flashed out its warning in the words that it was forming. And the sign said the words of the prophets are written on the subway walls and tenement halls, and whispered in the sound of silence. Hold your memory for a moment with a blind hand. Write some stories for tomorrow. From the bottom of amnesia, find instructions to salvation. რომ ეს ნამდვილად არის შეზღუდული შესაძლებლობები კი არა, ნამდვილად გმირობა და გადაბიჯება ყველანაირ ზღვრულ ადამიანის ზღვრულ შესაძლებლობებზე. ძალიან მაგარი იყო და მადლობა დიდი. ამ ნახატმა ჩვენა რეალურად როგორია თქვენი სამყარო. თქვენი სამყარო არის ძალიან კეთილი, ძალიან ფერადი, ძალიან თბილი, ისე როგორც მზე. სწორად და მე რასაც მივხვდი იმას, რომ თქვენ ხედავთ მზეს. მე ძალიან მიყვარს სხვა და სხვა რო დავინახავ. ერთ-ერთი ჩემი ოცნებაა, რომ მივიდე ზღვასთან და იქ ვუყურო მზეს და ამიტომ ამ ნახატით ჩემი ოცნება მინდოდა მეთქვა. ძალიან ძლიერი ადამიანი გარ და არაჩვეულებრივი ულამაზეს სამყარო გაქვს. დიდი მადლობა იმ უზარმაზარ სითბოსთვის, რომელიც ამ ნახატში ყველას ჩვენ გვაჩუქეთ, იმ მზისთვის, რომელიც ყველას ჩვენ გაგვინახეთ. მესმე მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დაინახავ ამ ყველაფერს და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით ჩვენთან ერთად. მესმე მადლობა. მესმე მადლობა. მე როგორც მივხვდი რა აუცილებლად კი. ჟიურის ყველა წევრი გეუბნებათ კის. ჩვენი მადლობა. ჩვენ ძალიან გვინდა თქვენი სამყაროს ხელახლა დანახვა, ამიტომ დავიბრუნდით შემდეგ ტურში. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა დიდი. Sorry,
ეს არის სოფო, რომელმაც ყველას გვანახა მისი ბრძოლის უნარიანობა და ნიჭიერება. და ეს არის სოფოს თვალით დანახული მზე.